აგვისტოს ომის კამპანია ირაკლი კობახიძემ ამ პოსტით გახსნა. პრემიერმა წლის თავამდე რამდენიმე დღით ადრე ყველა ვისაც ანტირუსული განწყობა აქვს რუსოფობად მონათლა და მისი გაღვივება ოპოზიციას და დასავლეთს დააბრალა. ვრცელი პოსტით კობახიძე ომსაც, რუსეთთან ურთიერთობის შერბილებასაც და ანტირუსული განწყობების გავრცელებასაც აბრალებს ყველას რუსეთის გარდა. ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა. უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ. უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ის უკრაინაში მეორედ შეიჭრა. აშკარაა, რომ გლობალურ ომის პარტია სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა. რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა. რუსულ მედიას კი საქმე მიეცა. კრემლის პროპაგანდა მონდომებით აზიარებს საქართველოს პრემიერის გზავნილებს და წერს, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში რუსოფობიის მიზეზებს მიაგნო. ამ ტერმინს ქართველებზე ამ დრომდე მხოლოდ რუსეთი იყენებდა. ივანიშვილის პარტია პირველია, ვინც რუსული ლექსიკა საკუთარს მოარგო და საკუთარი ინტერესითვე ისტორიაც გადაწერა. კობახიძე რეალობას წარმოაჩენს ისე, თითქოს ოკუპანტის მიმართ აგრესია ქართველებში 2022 წლამდე არ არსებობდა. მტკიცებს, რომ თითქოს რუსეთის წინააღმდეგ საზოგადოება Deep State-ის დავალებით 2022 წლიდან აღშფოთდა, რაც ტყუილია და ამის მაგალითი არის გავრილოვის მასპინძლობა ირაკლი კობახიძის მხრიდან და გამოსვლები თბილისში 2019 წლის ივნისში და მეორე რუსოფობიის ტერმინის შემოტანა, რომელიც აბსოლუტურად რუსეთის და კრემლის ნარატივია. ირაკლი კობახიძე ერთგულად აგრძელებს კრემლის ინტერესების წინსვლა საქართველოში საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იყენებს კრემლის მიერ შექმნილ პროპაგანდისტულ ტერმინებს რუსეთის კოლონიური პოლიტიკის გასამართლებლად საქართველოში, უკრაინაში, ბალტიის ქვეყნებსა თუ ცენტრალურ აზიაში რუსეთის საქმეს აკეთებს. ქართული ოცნება ცდილობს, რომ ამით გაამართლოს საკუთარი სრულიად არაადეკვატური საგარეო პოლიტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ის რომ ასეთი განცხადება კობახიძემ აგვისტოს მძიმე დღეებს დაამთხვია, ოცნების პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია. თითქმის ყოველ წელს ამ დროს ივანიშვილის პარტია რუსეთისთვის პასუხისმგებლობის შემსუბუქებას და სააკაშვილის ხელისუფლების დადანაშაულებას უთმობს. რა უნდა ეთქვა ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის ნორმალურ მთავრობას ასეთ დროს, როცა ახლდება ასეთი ომის წლისთავი. უნდა ეთქვა, რომ უნდა პირველ რიგში მიუსამძიმროს გარდაცვლილებს, უნდა უთხრა შემოსახლეობას, რომ ადრე თუ გვიან ჩვენ დავბრუნდებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უნდა მოუხადო მადლობა შენ შეერაღებულ ძალებს, რომლებმაც ქვეყნის დაცვაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა და ასევე მოუხადო მადლობა შენს მოკავშირეებს და მეგობრებს, მაგრამ რა ხარ გამოცხადებული აქვს, რომ საქართველოს დაიწყო იქ თლად ქართული ჯარის ამბავი თლად გამართული ვერ არის და საქართველოს მეგობრები ყველა გამოცხადა მტრებად და Deep State-ის აგენტებად. შესაბამისად ვერაფერს ვერ ამბობს და ამის ნაცვლად არის სიტყვების რა ხარ, რომელთა შინაარსი არ აქვს. მაინც რისი თქმა სურდა ირაკლი კობახიძეს, რატომ იყენებს ოცნება რუსულ ტერმინებს, რატომ უმსუბუქებს ოკუპანტს დანაშაულს, ან რა შეცვალა თავად 2012 წლის შემდეგ. კობახიძეს მედიის კითხვებისთვის დღეს არ უპასუხია. საჯაროდ კახა კალაძე გამოჩნდა, თუმცა პასუხები არც მას აქვს. ანტირუსული განწყობები ქვეყანაში ან საზოგადოებაში არ არსებობდა და 22 წლის შემდეგ ხელოვნურად შექმნეს ამის ფარისეულობა, რასაც ვისმენთ და რასაც აკეთებს კონკრეტული პოლიტიკოსი, NGO-შნიკები, ეს NGO სექტორის წარმომადგენლები, ჩვეულებრივი ფარისეულური განცხადებები, ფარისეულური დამოკიდებულება. კობახიძე იყენებს სიტყვა რუსოფობიას, რაც დამკვიდრებულია, გამოყენებულია რუსულ პროპაგანდაში რუსეთის მიერ, როცა ომზე არის საუბარი. რატომ იყენებთ აგვისტოს ომის დღეებში, რატომ ხდება ასეთი განცხადებების გამოქვეყნება, რაც კიდევ ერთხელ დაპირისპირებას რეალობა უნდა შეფასდეს, სამწუხარო რეალობა არის ეს, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. მაშინ რატომ იყო რუსები კარგი? თქვენ რა შეცვალეთ, როცა მოხვედით ხელისუფლებას? ჩვენ შევცვალეთ ის, რომ ჩვენი პოლიტიკით, გადადგმული ნაბიჯებით ყველაზე მთავარი რაც კეთდება. ტარდება
ქვეყნის მოსახლეობის ინტერესი. ვის ინტერესში შედის თქვენი აზრით ასეთი განცხადებები ამ ძიმე დღეებში? ესე იგი, ის პოლიტიკა, რომელსაც თქვენი ხელისუფლება სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ახორციელებდა, ეს იყო მოღალატეობრივი პოლიტიკა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილმა ამჯერადაც ასიამოვნა რუსეთს და ზედმიწევნით შეასრულა კრემლის დაკვეთა. აბსოლუტური ბოდვა არის ყველაფერი, თარიღები არეული, ცნებები ერთმანეთში გადაზელილი და ქართული ოცნების მხრიდან ნაციონალური მოძრაობის და გინდა ნებისმიერი ადამიანის, ვინც მასში ხელისუფლებაში იყო და დღემდე რუსეთს ებრძვის როგორც ამ ქვეყნის მთავარ და ერთადერთ მტერს, პირიქით ქოცების მხრიდან, ვინც გაწოლილია რუსეთს და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ქვეყანა რუსეთის ნაწილი გახდეს, ეს ახლა სასაცილოდ გამოიყურება ერთი შეხედვით. შეუძლებელია ოკუპირებულ საქართველოში რუსოფობიაზე წუწუნი რამდენიმე დღით ადრე 7 აგვისტომდე იყოს შემთხვევითი, ეს არის გამიზნული კიდევ ერთი მენტალური სპეცოპერაცია, პროპაგანდისტული სპეცოპერაცია, რომელსაც ქართულ ხალხს უწყობენ. თუ დღეს ირაკლი კობახიძეს დაუცნება სურს დაადასტუროს და დაუმტკიცოს ქართულ ხალხს, რომ ეს ნამდვილად არის პატრიოტი ხელისუფლება და არა მისი გამოგონილი რაღაც მითებით, ამიტომ პირველ რიგში ხმა უნდა ამოიღოს ამ ანექსიის წინააღმდეგ, რასაც ქართული ოცნება არ აკეთებს. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ირაკლი კობახიძე მაშინაც და ახლაც იყო და არის რუსოფილი და ის არის სამარცხვინო პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში შევა როგორც რუსეთის საგარეო დაზვერვის სპეცოპერაციის გამტარი პოლიტიკოსი. აგვისტოს ომის წლის თავამდე რამდენიმე დღით ადრე დაწყებული კამპანია ნიშანია, რომ დასავლეთის და საქართველოს დადანაშაულებას ომის დაწყებაში მომდევნო დღეებშიც ბევრჯერ მოვისმენთ. ეს კი ოცნებისგან სიახლე აღარ იქნება.